მე ვიტყოდი რომ იქ მაწონი ძალიან საინტერესო. სულად უნიკალური მიკროფლორა, სულად უნიკალური ბაქტერიები. თანხმებით აბსოლუტურად. კი ბატონო. და მით უმეტეს რომ ეს შეიძლება ითქვას ენდემურია. იმიტომ რომ თუნდაც აი მეზობელ სომხეთში ეს სხვა აბსოლუტურად სხვა ბაქტერიული შემადგენლობაა. კი ბატონო. ასევე ვთქვათ აი ჩრდილოეთ ქვეყნებში ხო? ვიცით აირანი კიდე ხო? კი ბატონო, კეფირი, აირანი, საერთაშორისოებებია. ამიტომ სულ სხვა მიკროფლორა მუშაობს ამ სხვადასხვა შემთხვევაში და ჩვენი ენდემური გვაქვს. ენდემური და მე როგორ საინტერესო წვიტავს ბუნება. ბუნებაში ხო ყველაფერია, მე თქვენ სიყვარულს ვიხმარ ჰარმონიაში. კი. ჰარმონიაში იმდენად რომ ბუნებამ იცის, აი თუნდაც ძროხა რომელიც ქართულ მდელოზე ძოვს ბალახს. იღებს იმ საკვებს, რომლიდანაც ყალიბდება რძე. კი ბატონო, ჩვენი ძროხა არ არის მაღალი მეწველი უნარით გამორჩეული და არ ძალიან ცხიმიანაა, მაგრამ ცხიმიანი რძე არ აქვს, მაგრამ ის შესაძლებელია ჩვენი ორგანიზმისთვის უფრო მიღებული იყოს, უფრო ადაპტირებული მისაღები, ვიდრე ჰოლსტეინის ტიპის ძროხა, რომელმაც ალპურ მდელოზე მოძოვა და იმისგან დამზადებული რძე, რომელიც ჩამოდის ტეტრაპაკში შეფუთული 6 თვიანი ვადით, ჩვენ ხსნით, ბედნიერები მივირთვეთ და ვამბობთ, რომ აი ქართველებს რძე არ გვაქვს.